მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა სივრცე დიალოგისთვის. მე ჟურნალისტი ნინო ვაშალომიძე ვარ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ლიდერი, ამავდროულად პოლიტსაბჭოს წევრი ბესო ქათამაძე, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ ქვეყანაში და მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მოგესალმებით ბესო და მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. თემას ხსნით ოზურგეთში მიმდინარე მოვლენებით მერის გადადგომასთან დაკავშირებით. თქვენი მოსაზრება და თქვენი შეფასება თუ შეიძლება. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. არ შემიძლია არ აღვნიშნო დღეს არის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღე. მადლობა მასიმ თავდადებისთვის, თავგანწილებისთვის, რაც 100 წლეულები იცოცხლებს მის სახელი საქართველოს ისტორიაში და მინდა ამ თემას შევეხოს რამოდენიმე სიტყვით. როცა ქართული ოცნება გმირებზე, სამშობლოზე და საქართველოს სიყვარულზე გვესაუბრება, მინდა იცოდნენ მათ, რომ გიორგი ანწუხელიძის ქვედანაყოფი, რომელმაც გენერალი ხრულოვი 9 აგვისტოს 2008 წელს დაჭრა ზაურ თენეიშვილის, ფილიპე მგალობლიშვილის, მურთაზი რემაძის, მერაბ ახობაძის ქვედანაყოფი იყო ეს. დიდება მათ გმირულ ხსოვნას. ეს ქვედანაყოფი მთლიანად შეიარაღებული ძალებიდან ალასანიას მინისტრობის დროს მოკვეთეს. და ვისი დავალებით და რა დავალებით, ეს იყო სამშობლოს ღალატი ყველაზე დიდი გამოცდილი ქვედანაყოფი, როდესაც შეიარაღებული ძალებიდან მოიცილეს და ამ სანომრენიშნით არავინ აღარ არის დღეს შეიარაღებულ ძალებში. არ არსებობს ეს ქვედანაყოფი იმ სანომრე და სამკერდენიშნით, რაც მას გააჩნდა და ეს არის ზუსტად სამშობლოს ღალატი და მათ, როდესაც ანწუხელიძეს საფლავთან მიდიან, უნდა ახსოვდეთ თუ რა გაუკეთეს იმ ქვედანაყოფს, ვინც ყველაზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა 2008 წლის აგვისტოს ომში. გიერთდებით ნამდვილად ამ პატოში დიდება გმირებს 2 დღის წინ ზაზადამენიის დაბადების დღე იყო და გადაცვალების დღე და დიახ, ისეთი ტრაგიკული ნამდვილად ამ გმირებს დადგას ჩვენი სამშობლო. რა თქმა უნდა. რაც შეეხება თქვენს კითხვას ოზურგეთში მიმდინარე პროცესებზე, რთული საყურებელია გარეშე თვალიდან თუ რა დღეშია მუნიციპალიტეტი ჯერ ინფრასტრუქტურის კუთხით, რა დღეშია იმ რეორგანიზაციის კუთხით, რაც სრულიად არასამართლიანად ჩაატარეს იქ და ანუ საჭირო კადრები, რომელთანაც მე ჩემი მაჟორიტარობის დროს მემუშავია, გაათავისუფლეს სამსახურიდან, რომლებიც ისინი ყოველდღიურად აკეთებდნენ მოსახლეობისთვის საჭირო საქმეს. ანუ ამ ქალაქში დაპირისპირება, ოლიგარქიული მიდგომები, ვიღაცას პირადი ინტერესები, რომლებიც 10 წლეულებია, თავიანთ პირად ინტერესებს უფრო მაღლა აყენებენ და უფრო მაღლად გარს ყოველთვის დაპირისპირების თავარი ამბავია, ეს იქნება ვანო ჩხარტიშვილი თუ ბეგის იორიძე და არაერთი სხვა, ვისაც ბიზნეს შემოსავლები აქვს, ისინი მუნიციპალიტეტსაც რაღაც სხვა გვარად, სხვა კუთხით გაუკუღმართებულად უყურებენ ჩემი აზრით. მერიას კიდე რაც დაემართა და იმ მაღალჩინოსნებს მე ვფიქრობ მათ საქმის ნაცვლად რომ ზუსტად ამ ინტრიგნობით და ენის მიტანმოტანით დაკავდნენ ყველა ოზურგეთელზე სასახული ერთად ქუჩაზე ვერ გაივალი გადათვლილი თუმცა მე მგზავნა რომ მას კმაყოფილია თავისი მუშაობით, ბევრი რამ გააკეთა ოზურგეთისთვის, რომელიც თვალსაჩინო გახდა, თუმცა ამის მიუხედავად ოპოზიციური მედიების და თქვათ მათი გუნდის გვერდით დგომა ვერ დაინახა კარგად და თქვათ საყვედურიც იყო იგივე თქვათ პარტიის მისამართით, მართველი პარტიის მისამართით, რომ არ დაუდგა გვერდით. ოპოზიციური მედიის მთავარი დანიშნულებაც ეგ არის, რომ საზოგადოება და თვითონ მერი ყავდეს ხიზელ მდგომარეობაში თუ რა პრობლემები აქვს, რო აშუქებს, რომ როცა მოუგვარებელია და მერს ოპოზიციური მედიის დაბრალებასთან დაკავშირებით, რომ ეს განცხადება არ გაეკეთებინა და გიაჭყონია და დანაშაულებია ოცნების მაჟორიტარი, რომელმაც მართლაც საბოტაჟი მოუწყო 57 მილიონიანი წყლის და გზის ტენდერი აქვს ოზურგეთში და ეს ეკეთებინა ამ მდგომარეობაში დღეს ოზურგეთია არ იქნებოდა მიყვანილი. მისმა გუნდმა მოუწყო ის საბოტაჟი და მისმა გარემოცნების ეგრეთ წოდებულმა გარემოცნამ, რაც ოზურგეთშია, იმიტომ რომ ვერავინ ვერ იტანდა მაგ ადამიანს, იმიტომ რომ მათ რაღაც გუნდურ პრინციპებს აქ გაბატონებულ რაღაც წლებში ვერ ჩაჯდა ბატონი კუნჭულია, ვერ მოერგო იმ ადამიანებს, რომ ამ ადამიანებისთვისაც ვინც ოზურგეთში გულისხმობ და ყველამ კარგად იცის, ბიუჯეტი გონიათ მათი პირადი სარგო და რაღაც პროცენტულ წილს იღებენ და ეს ბიუჯეტი 100 მილიონსაც ხდება ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც რეკფონდოვიდან მოდის დაფინანსება, სტიქიის დაფინანსება მოდის და ეს ხალხი უყურებს აქ ეგრეთ წოდებული საბიზნესმენო საზოგადოება, რომლებიც მართლაც ოზურგეთის მტრობის მეც არაფერს არ აკეთებენ ამ რაიონში და თუ რამე გასაბუჭებელი იყო და მისათვისებელი ყველაფერი მიითვისეს და ამ ადამიანებს ვერ მოერგო პირველ რიგში ბატონი მერი, ვერ მოერგო დარჩიას, გარემოცვას,
იქსიორიძის თუ ჩხარტიშვილის გარემოწვევას და ხელი აუწია იმასთან დაკავშირებით, რომ რეორგანიზაცია მომხდარიყო. ეხლა პოლიტიკური თამაშები რა მიმართულებით მიდიოდა, ერთ განცხადებას აკეთებდნენ და მეორენაირად იქცეოდნენ, ეგ სრულიად სხვა ამბავია, რეალურად საქმე რო არ მიკეთდებოდა და არ მიდიოდა წინ, მედიებიც კი აშუქებდით ამას თუ ყველა უბანში თუ დასახლებაში რა პრობლემაც არის და შესაბამისი ნაბიჯები შიგნით რაც მოყვა მის გადადგომას და ის წერილი რაც გამოაქვეყნა ძალიან ძიმე იყო ჩემთვის იმ წერილის საკითხვა რაც გამოაქვეყნა და ვფიქრობ ახლა პატასნერი ადამიანის ნაზრევი და წერილი არც იყო აი გუნდი ეს არის გუნდი მიდიხარ და ბოლომდე განადგურებენ და ეგ მოუწყეს ბატონ მერსაც და ბატონი მერი წაბრძანდა მაგრამ წაბრძანდა მისი გარემოცვაც საკრებულოდან ანუ ეს ფაქტია რომ თქვათ მერის მოადგილეები პოლიტიკური თანამდებობა და მიდიან მაგრამ საკრებულოს არჩეული არჩეულმა დეპუტატებმაც დატოვეს საკრებულო ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით როგორ შეაფასებთ და ანუ მომლოდინი არჩევნები რომელიც თქვათ აპრილში უნდა გაიმართოს რა ხდება ანუ პირველ რიგში როდესაც გირჩევენ ის პასუხისგებლობა უნდა იტვირთო რასაც მოსახლეობა გაკისრებს და ეს არის თავარი ამოცანა უნდა იყოს ეს და არა ის თუ ვიღაცას ზემოთ პარლამენტში თუ სადღაც გუნდში რა არ მოეწონება ეგ სხვა ამბავია სრულად როცა არჩეული ხარ იმ საზოგადოებას უნდა ემსახურო რამისთვისაც აგირჩია რამდენად პასუხისგებლიანი საქციელია ეს თქვათ მე დეპუტატების მხრიდან ვერ ხედავ პასუხისგებლობას თუ აი ეს გუნდურობა და ვიღაცას კაცის კაცობა რაც ახლა ოზურგეთში ხდება და ვინც უნდა მოიყვანონ კიდე მე არის კატასტროფა რეალურად და ვერც ერთი საქმე ვერ წავა წინ ვერაზროს როდესაც პასუხისგებლობის გრძნობა არ არის ანუ ეს არ არის ჩვეულებრივი სამსახურიან რაღაც პირად ბიზნეს რაღაც შეპესე რომ მიხვიდე და არ მოგეწონება წამოხვიდე როდესაც ადამიანები ასობით ადამიანი მოდის გირჩევს წუხდება რომ რაღაც ლოკაციაზე სადაც ხარ მაჟორიტარი რაღაც პრობლემა მოაგვარო ამის ნაცვლად რომ ვიღაცას პეტრეს პავლე არ მოსწონს და ადგენ და დაიხურო ქუდი წახვიდე და შემდეგ კიდე არჩევნებში ჩააბა მოსახლეობა ისედაც გადაღლილი და რა ტერორიც მიდის ამ საარჩევნო პერიოდში კარგად იცის ისედაც საკუთარი აზრის გამოხატვის გარეშე მიდიან რაღაცა თხოვნები ძალდატანებით იქით უშიშროება აქეთ რავი კრიმინალური სამყარო მე ეს დასაქმებული ადამიანების თხოვნა რო სამსახურიდან გამათავისუფლებენ და ეგავა მიდი ანუ ისედაც სხვაგვარად ვირჩევთ აქ რეალური დემოკრატიული არჩევნები არა გვაქვს და ეს ადამიანები კიდე რომ ასეთ დაძაბულობაში აგდებენ საკუთარ ამორჩეველს მე პასუხისგებლობას ვერ ხედავ მაგ სექციებში და როგორ მივალთ ამ არჩევნებამდე და ან ჩატარდება თუ არა აპრილში არჩევნები თქვენ როგორ ფიქრობთ თუ ეს არჩევნები მიეբმება თქვათ საპარლამენტო არჩევნებს თუ როგორ ხდება სამართლებრივად ანუ დედლაინით შემოდგომა და გაზაფხულის ბოლოა არჩევნების ჩატარების პროცესს შუალედური არჩევნებზე როცა საუბრობთ ამ პროცესში რავი ქართული ოცნებას ანუ ქვეყანა გამოყოფს ამ რესურსს თქვათ რომ ოზურგეთში ანუ ეგ ნაბიჯი რადგან გადადგეს რომ მე გაიშვა არჩეულ თანამდებობიდან მიღებული აქვს ახლა ოქტომბერში არის სამ ოლქში მაჟორიტარული არჩევნები და გაზაფხულისთვის ვიღაცას კიდე მიაბამენ ვიღაც მეერებს არასასურველ კადრებს ზოგი ლილუაშვილის კადრი იყო ზოგი ღარიბაშვილთან დაახლოებული პირი იყო და ალბათ ახლა მოასუფთავებენ ველს ახლა ისე მიდის პროცესებიც რეალურად ქვეყანაში და მე არ ვფიქრობ რომ გაუჭირდებთ იმიტომ რომ რეალურად მათ არავინ არ ეწინააღმდეგება ამ რაღაც მარტოსულ თამაში რასაც არადემოკრატიული პრინციპით რა თამაშად ეწევა ქართული ოცნება შესაბამისად ახლა გიანთაძეზე მიდის ავი ძალების განხორციელებაც რომ ეგ რამე არ თქვა მაგ ადამიანზე რა ვიცი ახლა თეცხაროში რა გაკეთებული ვერ გავიგე და ოზურგეთში რა მიმოდის ინიციატივით რომ რა შეცulis, არ ვიცი, ნახოთ რომ გამოჩნდება და კონკურენტი დღეს არავინ არ ყავს ბატონ გიას და შეუძლია მშვიდად იყოს. და რახან ვახსენეთ არჩევნები და თქვენ თქვით რომ თქვათ ერთ პიროვნულად არიან და თვითონ იღებენ მარტო მონაწილეობას. ამ მოცემულობით გეგმავს თუ არა თქვენი პარტია თქვათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ეყოლება თუ არა თქვენს პარტიას მისი მაჟორიტარობის კანდიდატი. დღეს მდგომარეობით ამ კონფიგურაციით როგორც არის ველი გადანაწილებული ნაციონალურ მოძრაობას არ ეყოლება მერობის კანდიდატი და არც მაჟორიტარობის კანდიდატი, იმიტომ რომ ვხედავთ ამ პროცესში ჩაბმის რაღაც პოლიტიკური თამაში და გაправების მომენტი უფრო მეტად იქნება. ეხლა დღეს რო ვთქვათ, რომ ვიღებთ ამ არჩევნებში მონაწილეობას, დროის საკითხი უფროა,
სადღაც ახალი წლის შემდეგ უფრო გარკვეული იქნება რასაპირებს ნაციონალური მოძრაობა ამ მიმართულებით ზუსტად. ესე გამორიცხავთ რომ არჩევნებში დღეს გამორიცხულია და 5 თვეში და 6 თვეში რა იქნება ზუსტად კონკრეტული დრო გვიჩვენებს ამას. რომ მოვჩეთ რეგიონულ საკითხებს და გადავიდეთ უკვე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გუშინ ვნახეთ წერილის გამოქვეყნება, ასევე მიდის სასამართლო პროცესები ლილუაშვილის იგივე რა ხდება ქვეყანაში, როგორ ფიქრობთ, რისთვის დასჭირდა ბიძინა ივანიშვილს ისევ დაპატიმრებული ღარიბაშვილის თემის გააქტიურება? ანუ ქართული ოცნება თუ ანალიზს გავუყვებით ყოველდღიური პროპაგანდით ცოცხლად რაღაც თუ ანუ კვირეების პროპაგანდა ერთი კვირის ანუ ამ 100 ცხოვრებს ქართულ საზოგადოებას ეს არიან ვაჭრები ქართულ საქმეს არც ერთი არ აკეთებს ახლა დიდწილად ვისაც არ უნდა ეწყინოს ვაჭრები არიან რომლებიც ამ სახელმწიფოში ქონების თემის გადაფარვა ხო არა იგივე ტრანზიტული სახელმწიფოს სახელმწიფო არა ამას ოპოზიციაც თავისი სიბრიყვე ყოფნის და ყოველდღიურად უწყობენ ამ პროპაგანდის აღმასვლას ხელს და ისეთ განცხადებებს აკეთებენ კონტექსტიდან ამ მოვარდლის ყოველდღიურად რომ ეგეც ყოფნის პროპაგანდას რომ ეგ ტრანზიტული თემები გადაფაროს მაგრამ როცა სახელმწიფოზე და ქვეყნის მომავალზე ვსაუბრობთ ეს მართლა ვაჭრუკანების კონექტივიც არის ანუ აფხაზეთში რა რუსულ ბაზებს როცა ამარაგებს ამ საწვავით ანუ მტერს ამარაგებს ჩვენი ჯარისკაცები ანუ პატრიოტები უკრაინაში ამ ქვეყნისთვის ეღუპებიან რომ როგორმე ეს მტერი რომელიც 1800 წლიდან გვაზის და სიკეთე არაფერი არ მოუტანია ამ ქვეყნისთვის მეფე ერეკლეს რომელსაც რა ვიცი ლოცულობენ ყოველდღიურად იმ გმირ მეფესაც უღალატეს იმ რუსებმა მათთვისაც აყვანებელმა რუსებმა ამ რუსებს დღეს რა მივაკოდით როდესაც დაღმასრულაში არიან და რეალურად ბოლო ეტაპია მათი უკრაინელები მე მჯერავს რომ მათ ისეთ იმ ბოროტებაში რა ბოროტებასაც თესავენ მათ სამეზობლოში იმ ბოროტებაში დატოვებს უკრაინა და ზუსტად ამ დროს ქართული ბიზნესი ეს ვაჭრები ანუ ქართულს არც ერთი დიდი ბიზნესი არ ქონეს ყიდულობენ და ყიდიან ამ ქვეყანაში ან აშენებენ და უცხოელებზე ყიდიან და როდესაც ამ მოცემულობაში ნახეს რომ აგერ 2 რუბლის შოვნის მომენტია ეგრევე გაქანდრენ ესენი არიან მოღალატეები ამ ადამიანებზე არაფერს თქმა არ შემიძლია სხვა როდესაც 8 აგვისტოს ზეიმობ გლოვობ რუსულად ტრაგიკულ თარიღს 2008 წლის ომზე და საღამოს რუსულ ბაზებზე საწვავი შეგაქვს ეს არის ყველაზე ამორალური საქციელი რაც ადამიანმა უნდა იკისროს და იქიდან მერე მიღებული თანხით სადღაც რესტორანში გასვლის და სამშობლოს და გმირების სადღეგრძელოს დალევს და ეგეთი ყველა ადამიანი შემირცხვენია ამ ქვეყანაში ვინც მსგავს რამეს კადრულობს და ეს არის მოღალატეობრივი საქციელი რასაც ეგენი აკეთებენ ამ აფხაზებთან და ამ კოჭის გორებით რა და რაც შეეხება თქვათ ღარიბაშვილის გააქტიურება ღარიბაშვილის თემის წერილები იგივე სასამართლო პროცესები რომელიც მიმდინარეობს ახლა და ხალხურს ვადევნებთ ამასთან დაკავშირებით თქვენი შეფასება რა იქნება და იმ წერილშიც თუ ნახავდით ეწერა რომ არაფრის პრობლემა მოწმები გამოჩნდებიან და რასაც კიდე იმას დაგაბრალებენ და შენ აღიარეთ და ძალიან სამარცხვინო წერილია დაბალკაცული რასაც ქვია და პატარკაცული იმიტომ რომ სირცხვილია, როდესაც აი ქვეყნის პრემიერს ყოფილი მადლობით იწყებდა დილას და მადლობით იძინებდა ბიზნესზე ზე ამოსდიოდა კაც და ბიზნესა მის გაუკეთა, რაც გაუკეთეს კრიპტოვალუტაში ჩართულს. ანუ მე ნახეთ რომ მეუღლე მადლობას უხდი და სულ რამდენიმე დღე. ხო, ესე ანუ ქართული ოცნების პროპაგანდას ეგ ჭირდება სულ. ან ხან ვიღაცამ უნდა კბებოს ეს პროპაგანდა, რომ როგორი დაგაპატიმრებენ, ანუ შეგარცხვენენ, დაგაბრალებენ 1000 საძაგლობას, მაგრამ მადლობა უნდა უხადო იმისთვის, რომ რა კარგები არიან. ეს არის ზუსტად რომ ანუ ღირსებას ისე არ თმამენ. თუმცა გუშინდელი წელი სამადლობელი არ იყო პირი. გუშინდელი ანუ როგორ ჩანს იქ ბევრი რაღაც უცნაური ფაქტები ხდება ღარიბაშვილის და მისი ანუ ცოლის მხარეს ძალიან უცნაური თვითკვლელობები ხდება. არაერთმა ადამიანმა თავი მოიკლა და როგორ ჩანს რაღაც საფრთხე იგრძნო ღარიბაშვილმაც და გააქტიურებაც მაგას მოყვება, მაგრამ მე არ მგონია რომ რაღაც სერიოზული რამ გააკეთოს ღარიბაშვილმა, იმიტომ რომ ეს რაღაც თამაშობენ თავისუფლებასა და ფინანსებს შორის გაჭედილი, იმიტომ რომ ოლიგარქის თხოვს ფინანსებს, ეს ამან დაიწყო ვაჭრობა. სულ ეს არის ჩემი აზრით ამ ეტაპისთვის. და ბოლო კითხვა ესო ოპოზიციურ ფლანგზე რა ხდება, რას აპირებთ, რამდენად არის შესაძლებელი უკვე საუბარი იმაზე, რომ გაერთიანება ვიხილოთ ოპოზიციის და თქვენი პარტიის გეგმები და დავასრულოთ. აი ოპოზიციურ ფლანგზე ცოტა უცნაური რაღაც მიდის, ზოგი დაბერდა ამ პირდაპირ მნიშვნელობით არა, დაბერდა და ვერ უწყობს თანამედროვეობას და დღევანდელობას ფეხს და ვიღაცები უნდა წავიდნენ. ჩემი პარტიიდან, სხვა პარტიიდან მნიშვნელობა არ აქვს. ამ ადამიანებს, ჩემი შეხედულებით და ჩემი დაკვირვებით,
ზუსტ ერთმანეთი პირველ რიგში ყოფილი სახელმწიფო იქნება თუ ერთი რაღაც უბნის თუ ორი უბნის რაღაც პოლიტიკური ჯგუფია და ყოველდღიური რაღაც ღაღადით ადამიანებთან ურთიერთობა აღარ შეუძლიათ უკვე ამ Facebook-ზე ჩაიკარგენ და ტელევიზიებით იქაც სულელეს ლაპარაკობენ და ხალხს პირიქით აძულებენ იმ ოპოზიციურ ფლანგსაც რაღაც ნაწილი უნდა წავიდეს სახლში და ჯანსაღი ახალგაზრდული ნაწილი უნდა დარჩეს რომელიც სხვადასხვა ალტერნატივა უნდა გქონდეს თქვა დასავლეთმა რომ ხარი დაგიჭიროს და დასავლეთი რას ხედავს რას სურათს ხედავს ახლა საქართველოს ჩვენი გასაკეთებელი საქმე რაც ჩვენ უნდა ვაკეთოთ ვერც დასავლეთი და ვერც ჩრდილოეთი ვერ გვიკარნახებს იმას რაც ქართველებს ჩვენ გვინდა იმიტომ რომ თუ ჩვენ არ გვინდა ანუ ხარდაჭერა გვჭირდება საგარეო იმისთვის რომ ქვეყანას არაერთი პრობლემა არაერთი მისწრაფება ევროატლანტიკური მიმართულებით დღეს სამწუხაროდ გაჩერებულია მაგრამ ამ ველზეც ოპოზიციურ ველზეც მე ვფიქრობ დიდი წმენდა უნდა ჩატარდეს უნდა დაიხუროს ზოგიერთმა ქუდი ზოგიერთმა კი არა დიდმა ნაწილმა და უნდა წავიდეს სახლში იმიტომ რომ ამ ადამიანებს არ შეუძლიათ ერთად დგომა ანუ ქვეყნისთვის საჭირო მომენტში როდესაც ქვეყანას ესჭირდება არც მაშინ არ შეუძლიათ გაერთიანება და ზოგიერთი პარტია და ოპოზიციური თავსმოხვეული ოპოზიციური ლიდერშიპი რომელიც აი ბოლო არჩევნებზე სადღაც მთელი ქვეყნის მასშტაბით 500 ხმა აიღო და აკლებული აქვს ტელევიზია როდესაც არც ხალხის უნდობა არ აქვს საერთოდ პოლიტიკურ ველზე მხოლოდ სასარგებლო იდიოტიზმით არიან დაკავებული მოდიში ამ სიტყვისთვის ოცნების სასარგებლო იდიოტიზმით არიან დაკავებული, იმიტომ რომ დილის რო თავის თავი აცოცხლოს ტელევიზიით, ლანძღავს მეორე პარტიის წარმომადგენელს, საღამოს მესამე პარტიის წარმომადგენელს და ეს გონიათ ასეთ ქვეყანაში, სადაც ათასი გაჭირვება, ეკონომიკური პრობლემა, ტერიტორიული მთლიანობა, ეს გონიათ პოლიტიკური საქმის კეთება და ამ ადამიანებმა ჩემი ღრმარწმენით შეხედულები დამოწურეს პოლიტიკაში თავი. დიდი მადლობა ბესო მობრძანებისთვის, საუბრისთვის. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ლიდერი, ამავდროულად პოლიტსაბჭოს წევრი ბესო ქათამაძე. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა.